ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ლის ტრასმა თავისუფალი სიტყვის კუთხით ქვეყანაში არსებული მდგომარეობა გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ბრიტანეთის სერიოზულ კრიზისს განიცდის. ლის ტრასის თქმით, აზრის გამოხატვის გამო ბრიტანეთში დღეში 30 ადამიანს აკავებენ. როგორც ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, პოლიცია ნებისმიერ კრიტიკას დამოუკიდებლობაში ჩარევად მიიჩნევს. მისივე განცხადებით, ბრიტანეთს ამერიკაში არსებული პირველი შესწორების მსგავსი კანონი სჭირდება, რომელიც სიტყვის თავისუფლებას დაიცავს. თანამედროვე ბრიტანეთს ცენზურის ისეთი ისტორია აქვს, რომლითაც აღმოსავლეთ გერმანიაც კი იამაყებდა. ხელისუფლება მიზანში იღებს ადამიანებს, რომლებიც ლოცულობდნენ აბორტის კლინიკების გარეთ, კაცს, რომელიც ყურანს წვავს და თუნდაც ადამიანებს, რომლებიც თვითერზე ხუმრობენ. მიზანი ბრიტანელებისთვის ხელის შეშლა, რომ თქვან ის, რასაც ფიქრობენ. ქვეყანა ღარიბდება, ჩვენ გადავსებული ვართ მასობრივი მიგრაციით. ეს მთავრობა ყველაზე არაპოპულარულია ისტორიაში. ვოუგ იდეოლოგიის ევროპელებს ხელს უწყობენ მათი საერთაშორისო და ამერიკელი დემოკრატი მოკავშირეები, როგორიც არის ჰილარი კლინტონი, რომელიც პირველი შესწორების შემსუბუქებას მოითხოვს. რცხვენია ამის თქმა, მაგრამ ამ ბოროტმოქმედების გალერეაში სწორედ ბრიტანეთს აქვს დასავლურ სამყაროში სიტყვის თავისუფლების ერთ-ერთი ყველაზე ცუდი შეზღუდვა. სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის შემთხვევები და სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა უფრო პრიორიტეტულია, ვიდრე ქურდობასა და გაუპატიურებასთან ბრძოლა. ლის ტრასის ამ განცხადებას ცოტა ხნის წინ საქართველოს პრეზიდენტი გამოეხმაურა. ეთყობა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ხშირად გვისმენდა ქართულ ხელისუფლებას წლების მანძილზე ეს ხუმრობით რა თქმა უნდა, თუმცა გამოწვევები, ვინც ჯანსაღად აფასებს საკუთარი ქვეყნის ინტერესს, ეროვნულ ინტერესს, ის ადამიანები დარწმუნებული ვარ, რომ ხდებიან საიდან მომდინარეობს საფრთხე საკუთარი ქვეყნების, საკუთარი ეროვნული ინტერესების. ეს ადამიანის ალბათ ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელსაც უდიდესი ინფორმაცია გააჩნია, ალბათ საკუთარი ქვეყნისთვის ფიქრობს და ამიტომაც აკეთებს ასეთ განცხადებას. ჩვენთვის ეს არ არის გასაგები.